ბაღდოშვილი გამოუშვეს, მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა ძველი თბილისის მთავარი სამმართველო, თითქმის 7 საათიანი გამოკითხვის პროცესი არის უკვე დასრულებული და მისგან შეგვიძლია მოვისმინოთ თუ რა კითხვები ჰქონდათ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს და რა ბედი ეწიათ ეგრეთ წოდებულ ზონდერ დაჯგუფების წევრებს, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ასევე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს გამოკითხვაზე ყავდათ. შაკო, პირველ რიგში დავიწყოთ სწორედ პოლიციის განყოფილებაში განვითარებული მოვლენებით, შენ დასისხლიანებული შემოგიყვანეს აქ რა კითხვები ჰქონდათ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს და ეხლა მაინც თუ იცი სისხლის სამართლით არის დაწყებული გამოძიება თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად? ანუ როგორც ვიცი სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს უბრალოდ ვინ არის ამ სისხლის სამართლის საქმეში, ვინ არის დაზარალებული და ვინ მომჩივარია და ვინ მოწმეა, რა ვიცი, აბსოლუტურად გაუგებარია, იმიტომ რომ 7 საათი როგორც გითხარით, ანუ ვისხეთ ერთმანეთის პირისპირ და შემდეგ მე ერთმანეთი უნდა ამოგვეცნო 7 საათის მერე, ანუ რა ვიცი, სრული ფარსში ღებულ როგორც თორნიკეზე და მინდიაზე იყო დაახლოებით რაღაც ესეთი განცდა მქონდა, რომ რაღაცა იგივე რაღაც ხდებოდა, რომ რაღაც ამოცნობის რაღაცა დადგმის ისენება როგორ შეიძლება 7 საათი უყურებდი ადამიანს და მე ის ვეღარ ამოიცნო თუ და მე თვითონაც მივხვდნენ რომ რაღაცა მაინდა-მაინც კარგი რაღაცა არ იყო ეს მათი წამოწყება და თვითონ რას ამბობდნენ, აი რა უთხრეს პოლიციელებს? ანუ ამ ადამიანებთან რაღაც კომუნიკაცია და შეხება მაინდა-მაინც არ მქონდა, უბრალოდ მესმოდა თვითონ ამოცნობის ოთახში რომ ამომიცნეს რომ ეს ადამიანი არის შალვა ბაღდოშვილი. ამბობდნენ რომ ანუ გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ და ნუ ასეთი დაზარალებულების როლში იყვნენ და რა ვიცი, მე მგონი არ იყვნენ მაინდა-მაინც დაზარალებულები ეს ადამიანები. კარგით, შაკო, გავიხსენოთ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები. აი, რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი? ჩვენ ვიხილეთ კადრები, დასისხლიანებული იყავი და სავარაუდოდ მედიკოსები, რომლებიც თქვენთან იყვნენ მოსულები, ზედაპირული დათვალიერება ჩაატარეს, რომელიც შემდგომში საგამოძიებო უწყებას დასჭირდება ექსპერტიზით. ანუ 8 აპრილი გავათენეთ, შეკრებილი ვიყავით იმისთვის, რომ 8 აპრილი გაგვეთენებინა და 9 აპრილი დამდგარიყო. ვიყავით მემორიალთან, 6 საათზე მოვიდა ხალხი, მრევლი იყო მოსული, ჩვეულებრივად აღავლინეს პარაკლისი. შემდეგ ხალხმა დაიწყო მოსულა, ჩვეულებრივ მიდიოდნენ მემორიალთან. აი 9 საათის შემდეგ დაიწყეს რაღაც ძალით ნაყიდი ტიტებით, ძალით გაგვიძებული ხალხის რაღაც შუბებით ეტყობოდა ხალხი, რომ რაღაცა ესეთ ტალღაზე იყვნენ მოსული, რომ უკმაყოფილო იყვნენ, რაღაც გამოხატავდნენ ამ თავის დამოკიდებულებას, ვინც იქ ვიყავით იმათთან და ესეთი წრეშივე იყვნენ ეს ორი ადამიანის, რომელიც ანუ აბსოლუტურად იყვნენ შეურაცხყოფისთვის, ანუ ხო, ანუ ეტყობოდათ, რომ ნამდვილად რაღაც არ იყვნენ პატივის მისაგებად იქ მემორიალთან, თორე თუ იქ სანთელის დანთება უნდათ, რა ვიცი, ამისთვის შეეძლოთ იქ მისულიყვნენ და ამისთვის იყვნენ თითქოს მოსული, მაგრამ პირიქით რაღაც შედიოდნენ ისეთ საუბარში, რომელიც არც იმ მემორიალს ეკადრებოდა და არც ქალბატონებს აყენებდნენ ისეთ სიტყვებით, რომ ანუ სადეთ რომ ეს ადამიანები გაგვერიდებინა საერთოდ ამ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან და ნუ რაღაც ეს ისეთი შეხლა შემოხლა იყო რომ რომელიც ანუ დიდი საერთოდ 7 საათიანი გამოძიება იმას მაშინ ამას თუ 7 საათიანი გამოძიება ჭირდებოდა ნებისმიერ ჯგუფს არ ვიცი მაშინ რა გამოძიებია ამისთვის მოსვლა მთელი განყოფილება ასეთი წინ და უკან დარბოდნენ 4 საათი ამას მე მგონია რომ ამისთვის ირბინეს 4 მთელი ერთსაც გითხავთ ამ ადამიანებმა დატოვეს პოლიციის განყოფილება თუ დააკავეს ეს ადამიანები იმიტომ რომ თქვენ რასაც ყვებით ეს შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს და კადრებიც რომელიც გავრცელდა საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები და შესაბამის პასუხისგებაში უნდა თუ გაქვთ ინფორმაცია რასაც ყვებით დაზარალებული სტატუსი შეიძლება რომ შემდეგში გქონდეთ ამ ხალხს თუ დააკავეთ მე ეგეთი განცდა მქონდა ისე ამოცნობის პროცედურას ისე აწარმოებდნენ რომ ეს ხალხი დაზარალებული იყო, იმიტომ რომ უნდა ამოვეცნენ, რა ვიცი, თითქოს ესეთი 7 საათის მერე ეს ხალხი ცოტა მოგვაშორეს, ანუ სხვაგან გადაიყვანეს და მაინდა-მაინც აღარ გვანახებდნენ და 1-7 საათი აქეთ მევიჯექი და იქით ისინი და ასე ერთმანეთს ვუყურებდით, რა ვიცი. დიდი მადლობა. სამოქალაქო აქტივისტს უსმენდით პირდაპირ ეთერში, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა ძველი თბილისის მთავარი სამმართველო, ჩვენ შეგვიძლია უფლებადამცველის კომენტარიც მოვისმინოთ, რომელიც რა თქმა უნდა უფრო მეც გვეტყვის ამ გამოკითხვის პროცესთან დაკავშირებით. გიორგი ბურჯანაძე არის ჩვენს გვერდით. გიორგი, საღამო მშვიდობის. პირველ რიგში დავიწყოთ სწორედ გამოკითხვის პროცესით, რა კითხვები ჰქონდათ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს და როგორც ჩვენ ხვდებით, ჯერჯერობით არ ვიცით რა სტატუსი აქვს სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც 7 საათი ყავდათ გამოკითხვას.
შალვას ერთი სტატუსი აქვს მოწმე და ამ საქმეში ის ნამდვილად არ იმსახურებს რაიმე სხვა სტატუსს. ჩვენ რაც ვნახეთ დღეს დილით იყო ის რომ ადამიანები თავს დაესხნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, აგინეს მამას, რომელიც შვილის წამლისთვის პროტესტს აცხადებდა და ვნახეთ ის რომ ადამიანები ამის შემდგომ მუხანათურად მიეპარნენ შალვას შემთხვევაში, გვერდიდან ჩაარტყეს ხელი და დაიწყო ეს მთელი ესკალაცია რაც იქ მოხდა. შალვა ჩემი ამ შემთხვევაში როგორც მისი ადვოკატი ვიყავი აქ, მაგრამ პირველი კლასიდან ვიცნობ და ის არის ადამიანი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი. მე არ ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ შალვა თავს დაესხა ასე შემდეგ. ამიტომ ეს 2x2-4-ია ის, რომ შალვას არაფერი სხვა სტატუსი არ უნდა ქონდეს ამ საქმესთან დაკავშირებით. პოლიციაში მოპყრობა ნორმალური იყო. მან მოყვა თავისი ისტორია, დააფიქსირა ყველა საკითხი, რაც ყველაფერი ხდებოდა. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მისი თლიანი ტანსაცმელი იყო სისხლით. მას სერიოზულად მიადგა ამ შემთხვევაში დაზიანება. წარმოიდგინეთ, ცხვირიდან დიოდა სისხლი. ამოღებულია მისი ჰუდი შიგნით ჩასაცმელი, შარვალი, რომელიც თლიანად სისხლის ლაქებით იყო ამ შემთხვევაში. ჩატარდა ამ საქმეში ამოცნობა, ოღონდ ამოცნობას აქვს ჩვენ რა თქმა უნდა არ მოვაწერეთ ხელი, გავაკეთეთ შესაბამის შენიშვნა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შალვა, როდესაც აქ გადმოიყვანეს, თვითონ იმ ადამიანებთან ერთად იმყოფებოდა დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ მე ხმაწამს იმის, რომ ამ საქმეზე თუ მართლმსაჯულება უნდა დადგეს, ეს უნდა დასრულდეს ამ ადამიანების სასარგებლოდ, იმიტომ რომ მათ არაფერი ცუდი არ ჩაუდენით. კი ბატონო, დიდი მადლობა. გიორგი ბურჯანაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. როგორც უკვე მოისმინეთ, გამოკითხვების სერია პოლიციის განყოფილებაში არის უკვე დასრულებული. სამოქალაქო აქტივისტებმა უკვე დატოვეს პოლიციის განყოფილება. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ის ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ და რომლებიც არიან ორგანიზატორები ამ ძალადობრივი ქმედების, სავარაუდოდ ამ ადამიანებმაც დატოვეს განყოფილება, თუმცა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ისინი სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს და სავარაუდოდ სხვა განყოფილებიდან მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება.